ჩამონგრეული ჭერი, დაბზარული კედლები და გახსნილი საყრდენი რიგელები. ასე გამოიყურება დაბა ჩაქვის რაგბის სტადიონი, რომლის მშენებლობაც ჯერ კიდევ შარშან გაზაფხულზე უნდა დასრულებულიყო. ის რაც ამ დრომდე აშენდა, იმდენად უხარისხოა, რომ სამუშაოები თავიდანაა შესასრულებელი. რაგბის სტადიონის ჩამონგრევის შესახებ ინფორმაცია გამოცემა ბათუმელებმა გაავრცელა. 350 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის მშენებლობის დამკვეთი აჭარის პროექტების მართვის სააგენტოა. ტენდერში გამარჯვებულ Global Standard მშენთან 2022 წელს გაფორმებული ხელშეკრულება უკვე ორჯერ გადავადდა. მიუხედავად დარღვევებისა, 1.7 მილიონი ლარზე მეტი კომპანიას ბიუჯეტიდან უკვე გადაუხადეს, რაც პროექტის მთელი ღირებულების თითქმის ნახევარია. საჭირო არ არის სპეციალისტის კომპეტენციაც ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, მაყურებლისთვისაც მოქალაქისთვისაც აბსოლუტურად გასაგებია, რომ საქმე გვაქვს არაჯეროვნად შესრულებულ სამუშაოსთან. და ბუნებრივია, რომ ამ თანხების ასე ვთქვათ, არამიზნობრივი ხარჯვა იქნება თუ შესრულებული სამუშაოს ხარისხის დაბალი ხარისხი, ეს ყველაფერი გამოძიების საგანი უნდა გახდეს. უხარისხო სამუშაოებზე პასუხისმგებელი Global Standard მშენთან ერთად მისი ქვეკონტრაქტორი SIA ჯგუფიცაა. SIA ჯგუფი კი თავის მხრივ აჭარელ მაღალჩინოსან ძმებ ბერიძეებთან დაკავშირებული კომპანიაა. SIA ჯგუფის საეჭვო კავშირების სახელმწიფო შესყიდვებთან საერთაშორისო გამჭვირვალობა მოიძია. რეალურად სამუშაოები ჩაატარა SIA ჯგუფმა. ვინ არის SIA ჯგუფი? SIA ჯგუფი არის აჭარაში მაღალჩინოსანი ძმები ბერიძეების, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი საოპერაციო კომპანია. ვინ არიან ბერიძეები? ერთ-ერთი არის ქედისმერი, მეორე არის ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელი, ან ყველაზე მსხვილი მუნიციპალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მხარჯავი ორგანიზაციის ხელმძღვანელი და მესამე ძმა არის დასაქმებული გზების დეპარტამენტში. რაგბის მშენებარე სტადიონის ადმინისტრაციული შენობის დანგრევას თოვლს აბრალებს Global Standard მშენის მფლობელი. ამბობს, რომ ყველაფერს ექსპერტიზა დაადგენს. ამცირებლად თოვლი რომ მოვიდა ხათხო საქმის ხურში ალბათ. თოვლმა დაანგრია? დასაკვირველია, ნახევარ საქართველო დაანგრია. ჩინი სახურავია ჩამომწეული. კედლებიც დაბზარულია, ბატონ დავით. კედელი სხვა არის, ბლოკია დაბზარული და არა რიგელი. რიგელიც დაბზარულია, არის ფოტოები. ხო, მაშინ ჩატარდება მაგის ახლა ექსპერტიზა კეთდება და გააგზეს ექსპერტიზა. ჩაქვის სტადიონი ერთადერთი ობიექტი არ არის, რომელიც ოცნების ხელისუფლების პირობებში ხარვეზებით შენდება. კორუფციის მკვლევრები მართლ პარტიასთან კონკრეტული კომპანიების ნეპოტისტურ კავშირებზე მიუთითებენ. ყველა ინფრასტრუქტურული პროექტები ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არის ხარვეზიანი და არ არის ხარისხიანი. არ არის ხარისხიანი, იმიტომ რომ არ ხდება ამის შესაბამისი კონტროლი, არ ხდება კონტროლი, იმიტომ რომ არის კორუფცია და ნეპოტიზმი. კომპანიები, რომლებიც აშენებენ შენობანაგებობებს ან საგზაო სამუშაოებს ასრულებენ, ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულნი არიან ქართულ ოცნებასთან სხვადასხვა სქემებით. და ამიტომ მათთან დაკავშირებულ კომპანიებთან რა თქმა უნდა არ ხდება შესაბამისი შემოწმება. ჩაქვის რაგბის სტადიონი ხელახლა ასაშენებელია, თითქმის 2 მილიონი ლარი კი აჭარის ბიუჯეტიდან წყალში ჩაიყარა. ეს იმ რეგიონის ბიუჯეტია, რომლის დეპუტატებიც თოვლის გამწმენდი მანქანის შეძენას გაუმართლებელ ხარჯად მიიჩნევენ.